გამარჯობა თქვენ ანიკოს პოდკასტს უყურებთ. რომელიც მოცემულ მომენტში იმყოფება ანტალიაში, სადაც ქართული საფეხბურთო კლუბები ახალი სეზონისთვის ემზადებიან. ძალიან ბევრი ქართული კლუბია აქ თავმოყრილი და შესაბამისად გადავწყვიტეთ ჩამოსვლა და ინტერვიუს ჩაწერა იბერია 1999-ის მთავარ მწვრთნელთან. სანამ სტუმართან გადავიდოდე, შეგახსენებთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი გვერდი აუცილებლად დაგულე სპორტი, გააზიაროთ ჩვენი ვიდეოები, მოიწონოთ და აკომენტაროთ. თქვენი უკავშირი ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე გეტყვით იმასაც, რომ ჩვენი ახალი პარტნიორი არის რონიქსი, ხელსაწყოების ინდუსტრია, რომელიც მორგებული არის ნებისმიერ მოთხოვნაზე, ნებისმიერ ბიუჯეტზე. ასევე ჩვენი პარტნიორი არის ლუდის რესტორანი ლოვენბრაუ და ვფიქრობ ჩვენი მომდევნო ეპიზოდი სწორედ ამ ლოკაციიდან იქნება. მოკლედ ეს მომავალში, ახლა კი რაც შეეხება ჩემს სტუმარს, ჩემი სტუმარი არის იბერია 1999-ის მთავარი მწვრთნელი გოგა ნერგაძე, რომლის ხელშიც იბერია ზედიზედ მეორედ გახდა საქართველოს ჩემპიონი 2025 წლის სეზონის საუკეთესო კლუბი. დღემ მშვიდობისა. მოგესალმებით. დიდი მადლობა, რომ დამთავრდით ინტერვიუზე. იმედი მაქვს, რომ უახლოესი 1 საათის განმავლობაში საინტერესო საუბარი გვექნება. მადლობა თქვენ ჩვენთან მოსვლისთვის და ამ კარგი საქმისთვის, რასაც აკეთებთ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ფეხბურთის გაშუქება და იმედი მაქვს, რომ ძალიან საინტერესო საუბარი გვექნება. როგორ მიდის მზადების პროცესი? უკვე 2 კვირაა, ხო, იბერია უკვე ცოტა მეტი. მოსამზადებელი ეტაპი დავიწყეთ 20 რიცხვში და პირდაპირ დავიწყეთ თურქეთში, ასე ვთქვათ, ანტალიაში. უკვე გქონდა 4 ამხანაგური შეხვედრა, 5 და მე-6 ამხანაგურ შეხვედრას ვითამაშებთ წამოსვლის წინა დღეს 17-ში. მოსამზადებელი ეტაპი მიდის ფაქტობრივად გეგმის მიხედვით მივდივართ, ყავს ბევრი ახალი ფეხბურთელი, ძალიან კარგი ფეხბურთელები და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ფეხბურთელები რაც შეიძლება სწრაფად ადაპტირდნენ გუნდთან, რაც შეიძლება სწრაფად შეთამაშდეს გუნდი, იმიტომ რომ არც თუ ისე ბევრი დარჩა სეზონის დაწყებამდე და მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად ზარყოფნაში შევხვდეთ ჩემპიონატის სტარტს. მინდა ცოტა კონკრეტულად ვისაუბროთ ახალ წეულებზე. ბართიშვილი, რომელსაც ალბათ არა მხოლოდ ქართული კლუბების მწვრთნელები, არამედ ძალიან ბევრი ევროპული კლუბის მთავარი მწვრთნელი ინატრებდა. როგორ ფიქრობთ, რას გაძლევთ ეს ტრანსფერი თქვენ? ანდრია ძალიან საინტერესო ფეხბურთელია, ძალიან პერსპექტიული. მე პირადად დიდი ხანია მას ვაკვირდები და როგორც კი შანსი მოგვეცა, რომ მისი ტრანსფერი განვეხორციელებინა და უფიქრებად თანხმობა მივეცი ამ საკითხზე და მთავარი რაც არის, მე ვფიქრობ, რომ როგორც ჩვენი კლუბისთვის, ისე ანდრეასთვის ძალიან კარგი რამ მოხდა. მე ვფიქრობ, რომ ის დაეხმარება ჩვენ კლუბს წარმატების მიღწევაში და ჩვენი კლუბის დაეხმარება მას იმისათვის, რომ უკეთესი ფეხბურთელი გახდეს და პროგრესი განაგრძოს უფრო სწრაფად და მოემზადოს იმ მომავლისთვის, რაც ნამდვილად ჩანს, რომ დიდი ექნება. და დანარჩენი ახლა ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია ფეხბურთელისთვის ისეთ გუნდში ყოფნა, რომელიც მაღალი მიზნებისთვის იბრძვის და ეს სულ სხვა პასუხისმგებლობაა და ორივე მხარისთვის ძალიან საინტერესო ურთიერთობა იქნება ჩემი აზრით. რაც შეეხება ბედოშვილს, თქვენი გადაწყვეტილება იყო? კი, უშუალოდ კლუბში ნებისმიერი ფეხბურთელის მოყვანა არის ჩემი გადაწყვეტილება, ჩვენს მენეჯმენტთან ერთად, მაგრამ ჩემი თანხმობის გარეშე არც ერთი ფეხბურთელი არ არის, ვინც აქ მოხვდა და ხო ძალიან საინტერესო ფეხბურთელია და მე ვფიქრობ, გაგვაძლიერებს ძალიან მისი ტრანსფერი და ასევე ძალიან ბევრი კარგი ფეხბურთელი დავიმატეთ, ესე გვარებს არ მინდა ჩამოვყვე კონკრეტულად, ძალიან დიდი გაძლიერება მივიღეთ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საკონცო ფეხბურთელი წავიდა, ბევრი კარგი ფეხბურთელი დავიმატეთ და მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი გუნდი
და გამოგვივიდეს საბოლოო ჯამში. გუგა, როგორ ფიქრობ, მოხდა თუ არა ახალი ტრანსფერებით იმ დანაკლისის სრულფასოვნად ჩანაცვლება, რაც ლიდერების დატოვების შემდეგ გუნდმა მიიღო? ნუ ჩვენს ჩემპიონატში ლიდერების დაკარგვა რეალურად ქართული რეალობა, ასე ვთქვათ და მაკრობლების წინაშე ყოველ წელს ვდგებით, მიუხედავად ჩვენი კლუბის დიდი მცდელობისა გქონდა დიდი მცდელობა, რომ ეს ფეხბურთელები შეგვენარჩუნებინა, იმიტომ თქვენი პოზიციაც ეგეთი იყო, რომ ბირთვის შენარჩუნება გინდოდათ. რა თქმა უნდა, ჩვენი კლუბის არა მარტო ჩემი კლუბის ხელმძღვანელობის პოზიციაც იგივე იყო, თუმცა არის რაღაცეები, რასაც რა თქმა უნდა არის ფინანსებიც ერთი საკითხი, მაგრამ ფინანსურად ქართული რეალობიდან გამომდინარე საკმაოდ საინტერესო შეთავაზებებს უკეთებდით ფეხბურთელებს, თუმცა არის მეორე ფაქტორიც ზოგ ფეხბურთელს არ აკმაყოფილებს ჩვენი ჩემპიონატის დონე და უფრო ფიქრობენ, რომ სხვა ასპარეზზე, უფრო დიდ ასპარეზზე გამოსცადონ თავი და დაიმკვიდრონ იქ ადგილი და ამ დროს ფეხბურთელს უბრალოდ ხელს ვერ შეუშლი და მნიშვნელოვანია ის, რომ ვთქვათ, მე რა მოთხოვნებიც მქონდა სატრანსფერო აქტივობების დროს, ძირითადი ის ფეხბურთელები, ვინც მე მინდოდა გუნდში მოვიდა და დაგვრჩა რამდენიმე საკვანძო პოზიცია, სადაც მინდა რომ კიდევ მოვიყვანოთ ფეხბურთელები და ვცდილობთ, რომ შევქმნათ ძალიან კონკურენტუნარიანი გარემო. იქიდან გამომდინარე, რომ გრძელი სეზონია, რამდენიმე ტურნირზე თამაშობთ ერთად და მე ვფიქრობ, ჩანსავი კონკურენცია არის აუცილებელი გუნდში, რომ გუნდმა წარმატებას მიაღწიოს. ინდივიდუალურად ფეხბურთელებზე საუბარი რომ დავასრულოთ, რა მოხდა ჯგერენაიასთან დაკავშირებით, ქართული პრესის ძალიან საინტერესო თემაა ბოლო 2 დღის განმავლობაში. არ სურდა გუნდს მასთან თანამშრომლობის გახანგრძლივება, რასთან გქონდა საქმე? რეალურად გიორგის ჩვენთან ჰქონდა მოქმედი კონტრაქტი და იურიდიულად ის იყო ჩვენი ფეხბურთელი. მიუხედავად ამისა, მან კლუბთან შეუთანხმებლად და არღვია როგორც იურიდიული, ასევე სიტყვიერი შეთანხმება და გადაწყვიტა, რომ წასულიყო უზბეკურ გუნდში ნავბახორში. რა თქმა უნდა, ჩვენთვის პირველ რიგში არის ჩვენი კლუბის ინტერესები და იქიდან გამომდინარე, რომ როგორც სამართლებრივი იურიდიული თვალსაზრისით, ასევე მორალური თვალსაზრისით ჩვენი სიმართლე ჩვენს მხარეს იყო, მოხდა შედგა ჩვენ ამ ორ გუნდს შორის, ჩვენ და ამ გუნდს შორის კომუნიკაცია და საბოლოოდ შევთანხმდით სატრანსფერო შეთანხმება მოხდა. ნუ გარკვეული თანხის სანაცვლოდ გიორგი გააგრძელებს კარიერას ნავბახორში. პირადად ჩემი პოზიცია ამასთან დაკავშირებით ძალიან მკაფიოა. ფეხბურთელს რა თქმა უნდა და უფლება აქვს, რომ კარიერულ წინსვლაზე იფიქროს. ნუ სუბიექტურია ეგეც გარკვეულ საკითხებში და კონკრეტულად ამ кейსზე არ ვიძახი, მაგრამ ეს წინსვლად სუბიექტური საკითხია. თუმცა აუცილებელია, სანამ ამ გადაწყვეტილებას მიიღებ, მნიშვნელოვანია, რომ როგორც იურიდიული თვალსაზრისით, მორალური პასუხისმგებლობას დაცული იყოს და ეს წესები არის აუცილებლად დასაცავი, როგორც კონტრაქტის საკითხში, ისე მორალური თვალსაზრისით, ისე ამიტომ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მე პირადად ვფიქრობ, რომ როგორც კონტრაქტს, ასევე კლუბს ძალიან დიდი პატივი უნდა სცე ამ დროს და ესეთი გადაწყვეტილება ამ ფორმით არ უნდა მიიღო, პირადად ჩემთვის ასე. ცოტა გაბრაზებული მეჩვენე. ნუ ხო, ჩემთვის ახლა ბევრი რამე ამ ფეხბურთელზე მქონდა აწყობილი, მაგრამ არა უშავს ფეხბურთში ეს ჩვეულებრივი ამბავია თქო ვერ დავარქმევთ, ნამდვილად საწყენი იყო, მაგრამ ნუ რაც მოხდა და ახლა უკვე ჩვენ ვფიქრობთ როგორ ჩავანაცვლოდ ის და თითქმის ნუ რეალურად ახალი ლუქსემბურგის ნაკრების მცველიც დავინახეთ მის პოზიციაზე და ძალიან მალე მოვიპოვეთ შემცველი შეუცვლელი ფიგურა არსად არ არის ჩემი აზრით, იმიტომ რომ რეალურად პარის სენ-ჟერმენმა კილიან მბაპე გაუშვა და შემდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ფიქრობ რომ პიროვნებებზე არ არის თვალად გუნდი აწყობილი ხო რა თქმა უნდა, თავისუფლად შეგვიძლია მისი შეცვლაც, უბრალოდ ეს ფორმა ნამდვილად ჩემთვის არ იყო მისაღები. რომ გარკვეული შეფასება გავაკეთოთ შეკრების იბერიას, ნუ შეკრების მთავარი მიზანი არის გუნდის ფორმაში შეყვანა. როგორი არის დინამიკა, რასაც აკვირდებით დღემდე? უახლოვდება თუ არა ოპტიმალურ ფორმას თქვენი ფეხბურთელები?
შეკრების მთავარი მიზანი ნამდვილად გეთანხმებით არის, როგორც ფიზიკური, ასევე ტექნიკა-ტაქტიკური და მენტალური კუთხით მუშაობა, რომ ეს ოთხივე განხრით, ასე ვთქვათ, გუნდი კარგად მოემზადოს. ჯერ ოპტიმალური ფორმისგან, რა თქმა უნდა, მაინც შორს ვართ, იმიტომ რომ ჯერ მოსამზადებელი ეტაპის დაახლოებით შუა არის და ნიშნულოვანია, რომ დაიგეგმა და ვითამაშეთ ისეთი ამხანაგურები, სადაც გამოჩნდა ჩვენი როგორც პლუსები, ასევე უარყოფითი მხარეები და სწორედ ამიტომ ჩემი სურვილი იყო პირადად, რომ საკმაოდ ძლიერ გუნდებთან გვეთამაშა და ეს ამხანაგურები ზუსტად იმისთვის არის აქ, რომ მხარვეზები კარგად გამოჩნდეს, რომ მე უკვე ოფიციალურ თამაშებს მზად შევხვდეთ. დინამიკას საკმაოდ დადებითად ვაფასებ. ეპიზოდურად ყველა თამაში ჩანდა ის დადებითი ასპექტები, რაც გვინდა და რაც აუცილებელია, რომ სეზონის დროსაც გაგრძელდეს, იყო ხარვეზების და ხარვეზების გამოსწორებაზე მუშაობთ, ასე ვთქვათ. გუშინდელი თამაშიც ეს ამის დასტური იყო, იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ კარგი შეხვედრა ჩავატარეთ და საბოლოო ჯამში დამსახურებული გამარჯვებაც მოვიპოვეთ პეტროპოლის წინააღმდეგ. ამ გუნდს 12 თამაში არ ქონდა წაგებული და მოლდოვის პირველ ადგილოსანია და კარგია, რომ ასეთ გუნდებთან გამოვცადეთ ჩვენი თავი და მნიშვნელოვანია, რომ პროგრესი გავაგრძელოთ. ჯერ კიდევ სამუშაო ძალიან ბევრი გვაქვს, ფეხბურთელები და ყველა კლუბის წევრი, ვინც აქ არის, ძალიან ბევრ შრომობს იმისთვის, რომ როგორც ქართულ ასპარეზზე, ისე ევროპულ ასპარეზზე წარმატებას მივახციოთ და კიდევ უფრო მეტი შრომაა ამისთვის საჭირო, რომ რა მიზნებიც გვაქვს, ის დასახული მიზნები შევასრულოთ. მე დავესწარი კიევის დინამოსთან ამხანაგურ შეხვედრას. ახლა შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ კიევის დინამო თავის საუკეთესო ფორმაში არ არის და ეს ასეც არის. მაგრამ მაინც კიევის დინამოა და შემოდგომობას გადახედავ და ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია. პირველი ტაიმი აბსოლუტურად მიუხედავად იმისა, რომ წააგეთ ეგ თამაში 2-0, აბსოლუტურად თქვენი ერთშულო თქვენი უპირატესობით მიმდინარეობდა. ძალიან კარგი მატჩი იყო, მე ძალიან კმაყოფილი და კარგი შთაბეჭდილებებით წამოვედი. წაგებით ახლა კმაყოფილი ვერანაირად ვერ ვიქნებით, მაგრამ ზუსტად ამას გულისხმობდი, რომ ეპიზოდურად ჩვენი გუნდი ანახებს იმ ფეხბურთს, რაც მომავალში აუცილებლად დაგჭირდება. კიევის დინამოს რაც შეეხება, ახლა რეალურად კონფერენს ლიგის მონაწილეა და უკრაინის ჩემპიონატის მართალია ადრე უფრო შახტარი და კიევის დინამო პირველ-მეორე ადგილებს ინაწილებდნენ, ახლა უფრო მეოთხე ადგილზეა ეს გუნდი, მაგრამ საკმაოდ ძლიერი გუნდია და კარგია, რომ ესეთ თამაშებში ჩვენი თავი გამოვცადეთ და სწორედ ამისკენ მიდის ჩვენი გუნდი, რომ სწორედ ესეთ გუნდებს უნდა მოუგოთ მერე ევროპის საკვალიფიკაციოზე, ჩემპიონთა ლიგა იქნება, ევროპა ლიგა თუ კონფერენს ლიგა და იქ ახლა პირველ ტაიმში რეალურად მოწინააღმდეგე 10 კაციც უნდა დარჩენილიყო, თუმცა ამხანაგური თამაშის წესია, რომ შეცვლის უფლება გაქვთ და 11-11-ზე გაგრძელდა ეს თამაში და საერთო ჯამში აქაც დადებითი მხარეები ნამდვილად გამოჩნდა ჩვენი გუნდის, ასევე უარყოფითი სიგნალიდან გამომდინარე, რომ ერთი ტაიმი საკმარისი არ არის იმისათვის, რომ ესეთ გუნდს მოუგო და ჩვენი მიზანია, რომ თქვათ ეს ერთი ტაიმი რაც იყო და კიდევ უკეთესი იყოს ეს ერთი ტაიმიც და ეს უნდა გავხოს ორი ტაიმის განმავლობაში, იმიტომ რომ ფეხბურთი არ გრძელდება ერთი ტაიმი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თლიანი თამაშის განმავლობაში შევძლოთ ჩვენი სათამაშო სტილის გადატანა მოედანზე და თავდაუზოგავად შრომა იმისთვის, რომ თლიანი თამაში იყოს დაბალანსებული და კარგი ასე. გასულ სეზონში ფორს მაჟორულ ვითარებაში ჩაიბარეთ იბერია და გარკვეულწილად უხეშად არ მინდა გამომივიდეს, მაგრამ ალბათ ნაკლები პასუხისმგებლობა გეკისრებოდა გასვით გუნდის შედეგთან მიმართებაში, მაგრამ მოახერხე ის, რომ იბერია იმ კონკურენციაში გორის დილასთან მაინც გახდა გასული სეზონის საუკეთესო გუნდი. როგორ ფიქრობ, როგორც მწვრთნელისთვის წლევანდელი წელი უფრო რთული იქნება? სავარაუდოდ უფრო რთული უნდა იყოს. იქიდან გამომდინარე, რომ თამასა უკვე აუწიე ჩემი თავისაც და ზოგადად გუნდისაც და კიდევ უფრო მეტი მოლოდინი გაუჩნდა ჩვენ კლუბის მიმართ გულშემატკივრებს და ნამდვილად ძალიან რთული სიტუაცია იყო, როდესაც გუნდი ჩავიბარეთ. 6 გოლით უკან იყო გუნდი, ჩავარდნილი ევროთასების შემდეგ და მენტალურად ნამდვილად არ იყო სახარბიელო მდგომარეობა და ჩვენ შევძელით, რომ საკმაოდ მოკლე დროში გუნდს დაუბრუნეთ წმენა იმისა, რომ ისევ შეგვეძლო
იმისთვის ბრძოლა, რა მიზანიც ჰქონდა და მე თავიდანვე მიუხედავად ესე რომ ავიღოთ, რომ შეიძლება ჩემპიონობს არ გამختارიყავით ახლა. ჩემი მუშაობა მაინც არ შეფასებულიყო ესე, ვთქვათ, უარყოფითად. ჩემ თავსაც დაუსახე ის მოთხოვნა, რომ მთავარი მიზანი რაც იყო და საკმაოდ რეალური იყო, რომ ჩემპიონები გამختارიყავით და ნუ ძალიან რთული წელი გამოდგა იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი მოწინააღმდეგეც ფაქტიურად ბოლოს ყველა თამაში მოიგო და ფეხის დასწრების უფლება არ ჰქონდა უბრალოდ და 10-დან 9 თამაში მოვიგეთ და ამისთვის კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გადავუხო ჩვენ ფეხბურთელებს, ჩემს სტაფსთან, კლუბის ხელმძღვანელობას, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ერთიანობის შედეგია და თითოეული ადამიანის შრომა დაფასდა და ძალიან მიხარია ეს ძალიან ემოციური ჩემპიონობა იყო იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო ტურამდე არ იყო გარკვეული, შევძლებდით თუ არა ამას და თავარია რომ ყველამ ერთად ვირწმუნეთ და დავიჯერეთ ის რომ შეგვეძლოთ ჩემპიონობა და სწორედ ასეც მოხდა. ერთ-ერთ ინტერვიუში მოვისმინე რომ როდესაც მწვრთნელობა გადავწყვეტეო ჩემს ირგვლივ ადამიანებმა თოდ კარგი ხო არ მომბიწონეს გადაწყვეტილებაო და დღევანდელი პოზიციიდან გამომდინარე როგორია შენი აზრი? ეხლა სწორი გადაწყვეტილება მივიღე და მაშინაც როცა ვიწყებდი ამ საქმეს მაშინაც ვფიქრობდი რომ ის უნდა აკეთოს ადამიანმა რაც ყველაზე მეტად სიამოვნოს და მე ეს საქმე სიამოვნებას მანიჭებს. რა თქმა უნდა ძალიან რთული პროფესიაა, მაგრამ ამ პროფესიით მე სიამოვნებას ვიღებ და კიდევ ერთხელ დადასტურდა რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე და იმედი მაქვს რომ ჩემი საქმის გაკეთებას კარგად გავაგრძელებ, ასე ვთქვათ, მომავალშიც. აი როგორი ტიპის მწვრთნელი ხარ? ფეხბურთელებთან ურთიერთობაში სუბორდინაციის მომენტი კაცრად შენარჩუნებულია თუ აი რა ტიპის ურთიერთობას ერჩევ? თავარი რაზეც არ ჩემი და ფეხბურთელების ურთიერთობა არის დაფუძნებული, ეს არის ერთმანეთის პატივისცემა და ჩვენ ვიცით რა არის ერთმანეთთან ზღვარი, ასე ვთქვათ, მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის, მოედანზე, საფეხბურთო საქმიანობას რაც შეეხება, მან რა თქმა უნდა სუბორდინაცია დაცული უნდა იყოს და მოედნის გარეთ რა თქმა უნდა ჩვენ მეგობრები ვართ ყველანი და ვცდილობთ მეგობრული ატმოსფერო შევქმნათ გუნდში, იმიტომ რომ ჩვენ ერთი ოჯახი ვართ და ყველა ერთად ვაკეთებთ იმ საქმეს, რასაც ქართული ფეხბურთის საქმე ქვია და ჩვენზე ხო ძალიან დიდი მოლოდინებია, ძალიან ბევრი დამოკიდებული, იმიტომ რომ ჩემპიონთა ლიგაზე ჩვენ წარმოვადგენთ გუნდს და გვაქვს ვალდებულება რომ ქართული ხალხი გავახაროთ, იმიტომ რომ რა თქმა უნდა მესმის მეცრუგულ შემატკივრის დაღლილი ამდენი წარუმატებლობით ევროთასებზე საქართველოში შედეგის დადება ერთია, მაგრამ ყველას მოლოდინი აქვს იმისა თუ როდის შეძლებს და როდის გატეხავს რომელიმე ქართული გუნდი ნავს და დიდი იმედი მაქვს რომ ეს გუნდი ჩვენ ვიქნებით. აი ზუსტად გადავედით იმ თემაზე, რაც უნდა გვესაუბრა, იბერია წარადგენს საქართველოს ჩემპიონთა ლიგაზე, ეს იქცა არ ვიცი, წითელ ხაზად უკვე წლებია ქართული საკლუბო ფეხბურთისთვის და თითქმის რაღაცა ზღაპრის მასე გადავდივართ უკვე რომ რომელიმე კლუბმა რომ მოიპოვოს ჯგუფური ეტაპის საგზური თუნდაც კონფერენს ლიგაზე რაღაცა არარეალურად გვეჩვენება ეს ამბავი. რა რესურსი აქვს იბერიას რომ ევროტურნირებზე წარდგეს ღირსეულად? მე ვფიქრობ ამისთვის საკმარისი რესურსი გვაქვს. სწორედ კარგია რომ ეს ახალი ფეხბურთელების დამატება არ მოხდა ევროთასების წინ და მოხდა ახლავე, იქიდან გამომდინარე რომ გუნდს აქვს დრო შესათამაშებლად. ვაშენებთ ახალ გუნდს, ასე ვთქვათ, მაინც, იმიტომ რომ ბევრი ფეხბურთელი წავიდა, თუმცა ძალიან კარგი შევსებაც მივიღეთ და მე ვფიქრობ ამ გუნდს და ჩვენ გუნდს აქვს იმის რესურსი, რომ საკმაოდ ღირსეულად წარდგეთ ევროთასებზე, რა თქმა უნდა, ჩვენ უმაღლეს მიზნებს ვუსახავთ ჩვენ თავს და მე პირადად რომ მე მინდა რომ ჩვენი გუნდი შევიყვანო და ყველამ ერთად შევიყვანოთ რომელიმე ჯგუფში და ამისთვის მე ყველაფერს გავაკეთებ და ჩვენი ფეხბურთელების მენტალობაც ზუსტად მაგ მხარეს მინდა წავიყვანო, რომ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეიძლება ერთიანობით, სწორი თამაშით და იმ ხასიათით, რაც რეალურად ქართულ ხასიათში ზის და თუ ეს რეალურად საქართველოს ნაკრების წარმატებაზეც, ეროვნული ნაკრების წარმატებაშიც გამოჩნდა, რომ შეგვიძლია და რომ ეს ნავსი ჩვენს გავტეხოთ და მე ვფიქრობ, რომ
საკმაოდ კარგი შანსები გვექნება, რა თქმა უნდა, ახლა იქ კენჭისყრაზე ძალიან ბევრია დამოკიდებული, უნდა გაგიმართლოს კიდეც რაღაც მომენტში, მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს და ძალიან პოზიტიურად ვუყურებ, რომ შეგვიძლია რომ ამ ეტაპზე მაინც გავახაროთ ქართველი ხალხი და ამისთვის მე პირადად ყველაფერს გავაკეთებ და ძალიან ბევრს ვიშრომებ ყველა ერთ. აი თქვენი ფაქტორი ახალგაზრდა მწვრთნელის ფაქტორი, რომელსაც სხვანაირი ჟინი აქვს, სხვანაირი ამბიცია აქვს ყოველთვის. ეს შეიძლება გახდეს პლუსი გუნდისთვის, როდესაც ევროტურნირებზეა საუბარი. საერთოდ გარისკვათ რო გიყვართ? მე გარისკვა რო არ მიყვარდეს, ალბათ ამ საქმეს რაც ჩავიბარე თუნდაც იმ რთულ პერიოდში გუნდი მაშინაც არ გავრისკავდი და დავრჩებოდი თქვა სადაც ვიყავი მეორე გუნდში კლუბის სადაც რეალურად კარგად მიდიოდა ჩვენი საქმე და არ მივიღებდი ამ გადაწყვეტილებას და ძალიან მნიშვნელოვანია რომ სწორ დროს სწორი არჩევანი გააკეთო და იმ გადმოსახედიდან როცა ეს გადაწყვეტილება მივიღე მაშინ რისკად მეჩვენებოდა მაგრამ გავრისკე და ფაქტია რომ ეს რისკი გამართლა და სნელის საქმეც ალბათ ეგ არის რომ რაღაც მომენტებში რისკის გაწევა გიწევს და ეგ აუცილებელია და ახალგაზრდა სნელის ფაქტორიც მე ვფიქრობ ეს უკვე დაეთყო ჩვენ გუნდს რომ ცოტა უფრო სხვა ემოცია, სხვა ბრძოლის უნარიანობა შემოვიტანეთ უკვე ის თამაშები რაც ერთად ჩავატარეთ და ეს როგორც საქართველოში ისე ევროტურნირზე ძალიან მნიშვნელოვანია რომ კი რა თქმა უნდა საფეხბურთო კომპონენტები არის უნიშნელოვანესი, მაგრამ ეს ერთიანობა, ეს მენტალური მდგომარეობა არის მთავარი რა თქმა უნდა ფეხბურთელების ხარისხთან და კომპონენტებთან ერთად, რასაც წარმატება მოაქვს, ასე ვთქვათ. როგორც მწვრთნელი, როგორი საფეხბურთო ფილოსოფიის მიმდევარი ხარ და ზუსტად აისახება თუ არა თქვენი ხედვა საფეხბურთო თქვენი გუნდის, რა ვიცი, ტაქტიკურ მოცემულობაზე, თამაშზე. თუ გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე, მაინც გიწევს რომ რაღაცაები გადაალაგო და გადააწყვეტო. ამ დრომდე რა ფილოსოფიაც მე მაქვს, თქვათ შემტევი სტილი, მაღალი პრესინგის თამაში და დომინაცია, ასე ვთქვათ და პირველ ნომრად თამაში ეს გუნდი მაძლევდა იმის საშუალებას, რომ რა ფილოსოფიაც მე მქონდა, იმ ფილოსოფიით გვეთამაშა, ასე ვთქვათ, მაგრამ არ უნდა დაგვაუწყდეს ახლა ჩვენ ყველას გვიყვარს ქართულ მწვრთნელებს განსაკუთრებით ეს შემტევი სტილი, მაგრამ თავდაცვას ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ იქიდან გამომდინარე, რომ თანამედროვე ფეხბურთში როგორც შეტევას, ასევე დაცვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და გუნდი უნდა იყოს დაბალანსებული ყველა ფაზაში და რაც უფრო ნაკლებ გოლს გაუშვებ უკან, მით უფრო დიდი შანსი გაქვს მოგების და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ გუნდი იყოს გამართული, დაბალანსებული როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში და აქედან მოდის წარმატებაც რეალურად ჩვენ ახლა ის თამაშები რაც ჩავატარეთ საქართველოს ჩემპიონატში, თითქმის ყველგან პირველ ნომრად ვითამაშეთ. თუმცა ზედი ხო 5 თამაშიანი მშრალი სერია და გოლ გაუშვებელი სერია და იმის თქმა მინდა რომ არა მარტო შეტევას, არამედ თავდაცვასაც ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ. იმიტომ რომ ორივე ძალიან მნიშვნელოვანია და ერთმანეთის გარეშე ამ ორი რაღაცის გარეშე წარმატება წარმოუდგენლად მიმაჩნია ნებისმიერ ასპარეზს. არა მარტო საქართველოში, არა მარტო ევროპაზე, არამედ საქართველოშიც. უნდა ველოდ ეხა თქვენი საქმიანობიდან გამომდინარე იბერიას მეორე გუნდს ხელმძღვანელობდით გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბუნებრივია კარგად იცით რა ხდება ესე ვთქვათ ასაკობრივად ქვედა გუნდებში აკადემიაში მიმდინარე სეზონში გარკვეული შევსების მიღება შესაძლებელი იქნება თქვენი აკადემიიდან. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენი აკადემია ძალიან კარგად მუშაობს, თითქმის ყოველ წელს არიან ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებიც წინააღმდეგებიან პირველ გუნდში და ძირითადად ჩვენი კლუბი არის დაყრდნობილი ამაზე და ეს დარწმუნებული ვარ, რომ ასეც გაგრძელდება და არიან ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელები, რამდენიმე შეკრებაზეც ყავს წამყვანილი და ძალიან კარგად წარმოაჩინეს თავი როგორც დინამო კიევთან, ასევე გუშინდელ შეხვედრაში და მე მათი ძალიან დიდი იმედი მაქვს, იმიტომ რომ
როგორც მწვრთნელი. მეორე გუნდიც აქ არის ხო შეკრებაზე? მეორე გუნდიც აქ არის შეკრებაზე და გაქვთ საშუალება რომ ხალი ძალიან აქტიური მიადევნოთ. კომუნიკაცია გვაქვს მეორე გუნდთან. იმიტომ რომ ჩემთვის აქ პირველი და მეორე გუნდი არ არსებობს, ჩვენ ყველანი ვართ ერთი გუნდი და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს ჯანსაღი პროცესი ძალიან ახლო იყოს და თანამშრომლობა იყოს უწყვეტი და სწორედ ამის მომხრეები ვართ ყველა რომ ჩვენ ყველა ერთ საქმეს ვაკეთებთ აკადემიიდან დაწყებული პირველი გუნდით დამთავრებული და ყველანი ესე შეთანხმებულად მივდივართ იმისკენ რომ თავარი პრიორიტეტი მაინც პირველი გუნდია და ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ ჩვენთან ფეხბურთელი მოვიდეს უკვე მზად და ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ როდესაც აკადემია ყავს თან ესეთი კარგი და იქიდან შეგიძლია ფეხბურთელის წამოყვანა აღარ გიწევს თქვათ სხვაგან ძებნა და ეს რომ არ გქონდეს ძალიან გაგვიჭირდებოდა და ეს ძალიან დიდი ფუფუნებაა ჩემთვისაც. ალბათ თვალყურს ადევნებთ თქვენი სავარაუდო კონკურენტების მზადების პროცესს, შემადგენლობის შევსებას, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. როგორ მოსჩანს, როგორი იქნება მიმდინარე ახალი სეზონი იბერიასთვის? ბევრად რთული იქნება ტიტულისთვის ბრძოლა? პირველ რიგში სიმართლე გითხრათ, რამდენიმე თამაში ვნახე და დანარჩენი ქართული გუნდების, მაგრამ ამ შეკრების განმავლობაში ორიენტირებული ვარ ჯერჯერობით მხოლოდ ჩემს გუნდზე და სხვა გუნდებში მიმდინარე პროცესები ნაკლებად მაინტერესებს. ყოველთვის რთულია ჩემპიონობის შენარჩუნება, მით უმეტეს უკვე ამ კლუბს ორჯერ აქვს ზედიზედ მოგებული და ყოველი მომდევნო ჩემპიონობა არის ყოველთვის უფრო რთული. თუმცა მე დიდი იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველას აი ესეთი შრომით, როგორცაც თუნდაც ფეხბურთელები აქ შრომობენ, კლუბის ყველა წევრი და იმდენად ჯანსაღი სამუშაო გარემოა ჩემთვის, რომ აძლევს იმის საშუალებას და იმის თქმის საშუალებას, რომ აუცილებლად ვიბრძოლებთ ჩემპიონობისთვის და ეს მთავარი მიზანია ჩვენი, რომ ისევ ჩემპიონები გავხდეთ. გუგა, რამდენად არის მაღალი ნდობის ხარისხი ხელმძღვანელობის მხრიდან თქვენი მისამართით ბოლო პერიოდში რამდენიმე მწვრთნელი შეიცვალა იბერიაში ძალიან მოკლე პერიოდში და ზუსტად ამიტომ გისვავთ ამ შეკითხვას. როგორია მოთხოვნები ხელმძღვანელობის მხრიდან? მე ფაქტიურად ძალიან დიდ ნდობას გრძნობ ხელმძღვანელობისგან. რეალურად ჩვენი საქმე ყოველთვის შედეგზე არის მიბმული. და ყველა მიცის რომ წარმატების შემთხვევაში მცნობს ყველაფერი კარგად აქვს, წარმატებულობის შემთხვევაში შეიძლება არ წავიდეს საქმე ისე როგორც საჭირო, მაგრამ რა თქმა უნდა და მაგასთან დაკავშირებით, რა ვიცი, მე ხელმძღვანელობისგან სულ ნდობას ვგრძნობ, ჩვენ ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვაქვს ერთმანეთთან ყოველდღიურად და ერთად ვცდილობთ რომ ავაშენოთ ისეთი გუნდი, რომ ავერთინოთ ეს ჩვენი ოცნება და გავიყვანოთ ეს ჩვენი კლუბი იბერია. რაც მთავარი მიზანია ეს არის ევროთასები და ყოველი წლის დასაწყისში ვთანხმდებით რაღაც პირობებზე, რაც უნდა შესრულდეს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ამ ყველაფერს პოზიტიურად ვუყურებ. ის ფაქტი, რომ გაცხადდა გუნდის ინიციატივა ახალი პროექტის შესახებ, რომ ძალიან მალე იბერიას ექნება თავისი ბაზა, სტადიონი, ასე შემდეგ და მოკლედ სერიოზული ინფრასტრუქტურული პროექტი იგეგმება, ეს რამდენად არის გუნდისთვის დამატებითი мотиваცია? რა თქმა უნდა, ეს ძალიან დადებითი საქმეა. ეს ინვესტიცია რაც კლუბში იდება და ძალიან კარგია რომ მივედით იმ დონემდე, რომ უკვე კლუბს საკუთარი სტადიონი, საკუთარი ბაზა ექნება და ყოველი ფეხბურთელისთვის, ვინც ჩვენ გუნდში არის, ამასთანავე აკადემიის ფეხბურთელებისთვის ეს კიდევ უფრო დამატებითი мотиваცია, იმიტომ რომ ინფრასტრუქტურა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ჩემთვის, ისე მთლიანად გუნდისთვის და ეს ძალიან მახარებს და ძალიან დადებითად ვუყურებ ამას. ქართულ ფეხბურთს და მის მდგომარეობაზე მინდა თქვენი აზრი მოვისმინოთ. ხედავთ თუ არა პროგრესის ნიშნებს, სავარაუდო პროგრესის ნიშნებს. სად არის ქართული საკლუბო ფეხბურთი? სად არის რეალურად შედეგებიდანაც ჩანს, რასაც ბოლო პერიოდში ევროთასებზე ჩვენ ყველა ერთად ვაჩვენებთ და ეს ყველას პასუხისმგებლობაა, რა თქმა უნდა. უნდა ვაღიაროთ, რომ ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით ძალიან წინ წავედით, თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ ჩემპიონატის დონე წლიდან წლამდე უფრო და უფრო
იკლებს და არის გარკვეული პრობლემები, რაც ყველამ ვიცით და მაგაზე მეც ორიგინალური ვერანაირად ვერ ვიქნები, არის ფინანსები, არის ფეხბურთელების გადინება, ეს ორი თავარი პრობლემა აქვს ჩემპიონატს, რაც ჯერჯერობით ვერ გვარდება და მე იმედი მაქვს, რომ რაღაც პერიოდში მოხდება ამაზე კიდევ უფრო ღრმა მუშაობა, ღრმა კვლევები, რომ როგორ შეიძლება ეს სიტუაცია შეიცვალოს, იმიტომ რომ ესე წლიდან წლამდე ჩემპიონატის დონის გაუარესება ნამდვილად არ არის კარგი და ვერ მოგცემს იმ შედეგებს, რასაც ველოდებით. ჩვენი მხრიდან ჩვენი კლუბი ყველაფერს ცდილობს, რომ საკუთარი ეს რესურსები სწორად გამოიყენოს ჩვენი კლუბის დონეც რიგ ასპექტებში ზემოთ და ზემოთ ავწიოთ, პროგრესი განვაგრძოთ და ამისთვის ყველაფერი კეთდება როგორც ხელმძღვანელობის მხრიდან, ისევე ჩვენი მხრიდან და ჩვენი მიზნები გვაქვს, რისთვისაც ვიბრძვით და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს იმედები გავამართლოთ ქართველი ხალხის. აი ხო არ უნდა მოხდეს რაღაცა არ ვიცი, ამას ახლა იურიდიულ სახეს ვერ მისცემ, მაგრამ რაღაცა პრინციპზე შეთანხმება, რომ ის პერსპექტიული ფეხბურთელები, რომლებიც გამოჩენისთანავე ტოვებენ ქვეყნის ჩემპიონატს და მიდიან უკვე სხვა ევროპულ კლუბებში სათამაშოდ. აი ეს პროცესი რომ რაღაცნაირად შეჩერებული იყოს, აი 1-2 სეზონი მაინც რომ ამ ფეხბურთელებს ჰქონდეთ იმის საშუალება, რომ ითამაშონ ქვეყნის ჩემპიონატში. ეს შეცვლიდა თუ არა თქვენი აზრით დონის პრობლემას? ამ პრინციპის შემოღება თითქმის შეუძლებელი მგონია ახლა, იმიტომ რომ ძალიან სულია ესე თუნდაც იურიდიულად უფლებების მხრივ. ანუ ფინანსური საკითხის გამყარება შეიძლება ამას ხელი შეუწყოს. გადინება ხო ორი კუთხით მიმდინარეობს. ერთი არის ახალგაზრდა პერსპექტიული ფეხბურთელები, რომლებიც თქვათ ევროპაში განაგრძობენ უფრო კარიერას და ეს უკვე ეროვნული ნაკრებისთვისაც კარგია, რომ ფეხბურთელი ევროპაში მიდის და უკვე იქ აგრძელებს კარიერას. არის მეორე საკითხი უფრო შედარებით არ ვიზახი თქვა ძალიან დიდი ასაკის ფეხბურთელებს, შედარებით დიდი ასაკის ფეხბურთელებს, რომლებიც მიდიან აზიაში და ცოტა ისეთ ევროპულ ქვეყნებში, სადაც არც თუ ისე მაღალი ჩემპიონატის დონეა, მაგრამ ფინანსურად უფრო სხვაგან არიან და მე ვფიქრობ, აი ეს მეორე კატეგორია რამენაირად უნდა შევინარჩუნოთ და ისეთი გარემო უნდა შევქმნათ, რომ როგორც ეს ფეხბურთელები დავაინტერესოთ და დავტოვოთ ჩვენ ჩემპიონატში, ასევე მნიშვნელოვანია, რომ იმ ხალხისთვის, ვინც ფეხბურთში ფულს ხარჯავს, ქართული გუნდების პრეზიდენტები, მათაც უფრო მეტად შევქმნათ ისეთი გარემო, რომ უფრო მეტად საინტერესო იყოს მათთვის ინვესტიცია. ახლა აი ბედოშვილის მაგალითზე რო ვისაუბროთ, ხო თავიდან ბოლომდე ფინანსური პირობით იყო განპირობებული მისი ტრანსფერი არ მგონია. ხო, სიმართლე გითხრათ. ბანდადებულ რუსეთის ჩემპიონატში ხო თამაში უნდადეს პერსპექტიულ ფეხბურთელს. ხო, ნუ მოკლედ ნამდვილად ვერ გავამართლებ ხა ახალგაზრდა ფეხბურთელის, მაგრამ ამ სატრანსფერო პროცესში კარგად გარკვეული არ ვარ რა მოხდეს ახლოს შემთხვევაში. მე მიხარია, რომ დღეს ვახო ჩვენთან ერთად არის და ჩვენთან ერთად ჩვენც გვხარია კარიერას. ჩვენც გვხარია და მე ვფიქრობ, რომ მისი კარიერისთვის ეს თუნდაც ეს ერთწლიანი მონაკვეთი იბერიასთან ერთად ბევრად უფრო შედეგის მომცემი იქნება მისთვის როგორც ფეხბურთელისთვის და გამოადგება ასევე კლუბს. ახალი სეზონის პირველ შეხვედრას ჩვენი საუბრის ბოლოს გამართავთ ტყიბულის მეშახტესთან, როგორც იბერია 2-ის მთავარი მწვრთნელის ტყიბულის მეშახტა თქვენთვის არ არის უცხო მეტოქე, იქნება თუ არა ეს შინაარსობრივად განსხვავებული დაპირისპირება მაინც ვინაიდან ეროვნულ ლიგაზეა საუბარი. რა თქმა უნდა, ახალი სეზონი, ახალი გუნდები, პირველი ტური, ყოველთვის მნიშვნელოვანია ჩემპიონატს როგორც დავიწყეთ და საქართველოს ჩემპიონატში მე თუ მკითხავთ, ადვილი მეტოქე არ არსებობს და ძალიან რთულ შეხვედრას ველოდებით და მაქსიმალურად მობილიზებული ვართ იმისთვის, რომ პირველ შეხვედრაშივე წარმატებას მივაღწიოთ და ძალიან კარგი გუნდია მეშახტე. ძალიან დადებითია ის პროგრესი, რაც ამ გუნდმა ანახა სეზონიდან სეზონამდე და დაწინაურდა უკვე უმაღლეს ლიგაში და წარმატება მინდა უსურვო ამ კლუბსაც. რთულ შეხვედრას ველოდებით, მაგრამ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ გამარჯვებით დავასრულებთ.
გოგა, ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრა, რომ აი ამ გადაატვირთულ რეჟიმში გამონახე იმისთვის, რომ ჩემი შეკითხვებისთვის გეპასუხა წარმატებული სეზონი მინდა. დიდი მადლობა. გისურვო და ძალიან გულშემატკივრობთ განსაკუთრებით ევროტურნირებზე. ყველას გვინდა რომ ქართულმა კლუბმა ბოლოს და ბოლოს გადალახოს ეს გადაულახავი ზღვარი და სადღაც მაინც გაისვას. ყოველ შემთხვევაში ღირსეულ ასპარეზობას გისურვებ საქართველოს ჩემპიონატშიც, ევროტურნირებზე. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა რომ გამოყავით ჩემთვის. დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. ჩემი სტუმარი გახდათ იბერია 1999-ის მთავარი მწვრთნელი გოგა ნერგაძე. მე შეგახსენებთ რომ აუცილებლად უნდა გამოიწეროთ ჩემი YouTube არხი დაგულე სპორტი, მოიწონოთ ჩვენი ვიდეოები, დააკომენტაროთ, გააზიაროთ თქვენი უკავშირი ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე შეგახსენებთ რომ ნანიკოს პოდკასტის ახალი პარტნიორები არიან რონიქსი, ხელსაწყოების ინდუსტრია, რომელიც აწარმოებს ყველა საჭიროებაზე, მოლოდინსა თუ ბიუჯეტზე გათვალ ხელსაწყოებს და ასევე ლუდის რესტორანი ლოვენბრაუ. ძალიან დიდი მადლობა ამ კომპანიებს ჩვენთან თანამშრომლობისთვის. მე ზუსტად ერთი კვირით დაგემშვიდობებით, დროებით მადლობა რომ მიყურეთ.